საღამო მშვიდობის ძვირფასო გამომწერებო, ტრადიციულად პარასკევის საღამო დადგა და ბაზრი დისკუსიები თქვენთან ერთად, რა თქმა უნდა, მე მიხეილი და ბატონი გიორგი დანებზე დავწევთ დღეს. მიშას როლი არის, ჩემი არის ახლა დიახ. გავუმხილო შინაარსი რაღაცა ხდება. მე და მიხეილმა გადავწყვიტეთ, რომ ესეთი შინაარსის ვიდეოები შემოგთავაზოთ ხოლმე, რომ თქვა დაშლა აწყობა და სერვისის თემა. უამრავი ადამიანი მოდის, რომ სერვისი ჭირდება ხოლმე რა და ესე სერვისის მომსახურება არ გვაქვს და იქნება და ერთად ვისწავლოთ თქვენთან ერთად დანების დაშლა, აწყობა და გაკეთება. ოღონდაც ხაზგასმით ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ თქვენ ისწავლოთ და არა თქვენ რომ მოხვიდეთ და მე გიორგის ტვინი წაუღოთ ისაო, რა ქვია, გამიკეთე. ტვინი არავის არ წაუღია, არ გვაწევენ. არა, წაუღია, მე გამგები კარგად გაიგებს. ჩემმა გამომწერება და ჩვენმა გამომწერება ძალიან კარგად იციან. მოდი მაშინ ვიტყვი ბოლოს. ძალიან მიყვარს უმეტესობას, ვისაც პირადად ვიცნობ და უბრალოდ დადგა რაღაცა მომენტი ნამდვილად, რომ უხერხულობა იყო ხა, აბა რა იყო ხა. ანუ არც ერთხელ არასდროს გალეშვითაც უფასოდ გამილესავს ბევრისთვის ძალიან და აი დანაზე რაც კი გამიკეთებია, იმაში ხა არ ამიღი არასოდეს. ყველას უკეთებდი უფასოდ და ზოგმა მე ეს ჩათვალა ვალდებულებად რაღაცა პერიოდის მერე ისე იყო რომ აბა იმას რო გაუკეთე ზოგს ეჩქარებოდა გაკეთება მიშა რომ მე ისიც გავიგე ხა აი პირდაპირ გეუბნები მე ისიც კი გავიგე რომ ვიღაცებმა თქვეს რომ აი დაანასო თვითონ რომ ყიდისო მაგიტო ანუ სერვისში შეიყვანეს რომ ვიღაცებმა ეს ჩათვალეს რომ შენ დაჟე რომ გავაკეთო კი მაგიტო გავაკეთო ხო ეგეც შეიძლება ყოფილიყო ამიტომ ხო და მე იყო რომ უკმაყოფილო აბა იმას რო გაუკეთე ხო შეგიძლია და რატო არ აკეთებ ესეთი რაღაცეებიც იყო პრეტენზიები ხო და რო ათხოვე მე ბოლოს რა ხო ეგეთებიც იყო ხო და ისეც იყო სახელოსნოშიც მithოვები ახერა და მაგანაც არ გაამართლა მიშა იმიტომ რომ ჩემი ასაწყობი ხდებოდა ხოლმე რა და კი ბატონო საბოლოო ჯამში განარამეს იმეს ანუ ვამადლიან რაღაცა პირიქით მეტი შემეძლოს გენაცვალოთ ჩემი თავის უყოლას მაგრამ საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა რომ არ შემიძლია რა ახლა დღეში უკვე ბოლოს ისე გამოვიდა რომ რამდენიმე დანა მარტო დასაშლელი ასაწყობი მოდიოდა ხოლმე რა და პასუხის გველოდას თავი დაანევა დრო არ ხო კი ბატონო მოკლედ მიზეზი ეგ არის დანარჩენი მეც მათ შორის ვარ სხვათა შორის ვინც კარგად არ იცის თვითონ და ერთი სული მაქვს რომ აი ხა თან უყურო გიორგის და აი შემდეგ ვიდეოში უკვე მეც დავждები დანის და გიორგთან ერთად მე ნახავ აბა რა ვისწავლე. ბატონო. დიდი გამოცდილება კი არა მაქვს მაგას, მაგრამ ერთად გავაკეთოთ ხოლმე და თუ გამოგვივა და თუ თქვენი მხრიდან ინტერესი იქნება, პერიოდულად რაღაცა მოდელებზე იქ შეიძლება გაფუჭებული იყოს, ჩვენ გაგვიბუშდეთ რაღაცა ინტერესი იყოს, რაღაც სერვისს ჩავატაროთ ხოლმე და ერთად გავხსნა და დავშალოთ ხოლმე. დაშლა მიყვარს, აწყობა ხანდახან არ გამომდის ხოლმე, მაგრამ ერთად ვნახავთ. ბატონო, აბა რა შვით პირველ დანას მიშა. იცი რა დღეს შენ ძალიან კარგი დანა წარმოადგინე და ძალიან საინტერესოა ეგ. უბრალოდ მინდა რომ წინ პირობასავით შენგან გავიგო, აი მე მაგალითად ძალიან მაწუხებს ხოლმე აქსის ბლოკის და მაგვარი ჩამკეტები. და შემდეგ ვიდეოში მოდი შენ პირდი რომ აქსის ბლოკიან რომელიმე დანას დავშლით და შევხედავთ რა ხდება. გააქვს აქსის ბლოკი? კი. წამოიღე და დავშალოთ. კი ბატონო. ცოტა თუ გინდა შეგინთ რაღაცაც გაუფუჭე? გაბუჭებულის მაქვს ერთი. კი ბატონო, და გავერკვიოთ რა ხდება. დავშალოთ და ვნახოთ რა ხდება. მოკლედ პირველი პაციენტი და ვარ ვქოთ. პირველი დანა რომელსაც დავშლით არის მინიტრუდონი. მინიტრუდონი არასდროს არ დამიშლია, მგონია რომ ბევრს ექნება ინტერესი ავტომატური დონები. მინიტრუდონი არ დამიშლია. მე მეგონა რომ ნავარჯიშები ხარ, მეთქი 5 ჯერ და მინის დაშლაში, არა, მინის არა, მაგრამ უმარტივესი სისტემა არის რა და ყველაზე ხშირად ალბათ ვინც მოდის დანაზე რო ჭირდება რაღაც არის მაიკროტეკები, რომელსაც ჭურჭელზე აქვს პრობლემა და ჭურჭლის გამო თქვა პირი ბოლომდე არ ამოდის ხოლმე და ხანდახან ესე თქვა გამოვიყენოთ ბარბარიზმი აცეჩკას აძლევს ხოლმე. კი ბატონო. ეგ ძირითადად ჭურჭლის თემა არის, თუმცა თუ არ მოგვარდა, მე უკვე დაშლა ჭირდება ხოლმე რა და ეგეც გავიაროთ. თუ გარდა ახლა ჭურჭლზე ორი სიტყვით თქვი რომ ანუ მარტო მაიკროტეკის გარდა ჭურჭლი ნებისმიერ დასაკეთს დანას უშლის ხელს. ხელს უშლის, მაგრამ ზოგს მეტად უშლის, ზოგს ნაკლებად უშლის. მაგალითად საკისრიანს მეტად შეუშლის, ვთქვათ, შაიბიანს ნაკლებად შეუშლის საყელური. იმ რეკომენდაციას ხო იძლევი რომ ადამიანს რომელსაც უყურს დანა რამოდენიმე აქვს უნდა შეეძლოს დაშლა და გაწმენდა. მოგი ყველას უნდა შეეძლოს. კი ბატონო. მაგის მოსმენა მინდოდა. ისეთი ხალხი შეხვედრია რომ აი ვინტი ეშვება გვეუბნება რა, ხალ და ვინტის მოშვება არის ნორმა, სხვანაირად არ კეთდება. ყველაფერს ეშვება ვინტი. ხო, ყველაფერს ეშვება. დანარჩენი ახლა არის ქარხნები, ბრენდები, რომლებიც სპეციალურად არ უშვებიან მაგას. ნამდვილად. რომ ზოგ შეიძლება თვითონ დაარეგულიროს, ზოგ შეიძლება არ ჭირდებოდეს და საკოლექციოდ ქონდეს და მოკლედ მაგალითად რიტზე, ჩავესებზე შემხვედრია, ბევრ მოდელზე შემხვედრია, რომ არ უშვებიან ხოლმე რა და. ზოგზე უშვებიან. ყოველ შემთხვევაში
აი ესე ვეუნები ხოლმე რა ესთან შედარებას ვაკეთებ, რომ მანქანას რო საბურავი ეშვება, აი რა სულ ცენტრიდან გამოიყვან 0 გარბენით მანქანა, შეიძლება გამოხვიდე 100 მეტრი და საბურავი დაეშვას. ეს იმას არნიშნავს, რომ მანქანას რაღაცა ჭირს ან რაღაცა არის. ეგ არის ასე ვთქვათ, ცუდი ნორმა, რომელიც მოსულა რა და რომელსაც ვეგუებით. დავცხოთ აბა. დავცხოთ, მოკლედ. ყველას უნდა კონდეს 1-2 ხელსაწყო სახში, ვინც კი დანის მოყვარული არის. რაც არ უნდა ხელმურუდე იყოს, ჩემი აზრით შეგიძლიათ ცუდანებზე ივარჯოთ, უმარტივესი არის და საინტერესო არის. ნუ მე ესე მგონია ჩემი გადმოსახედი დაშლაწყო მე მაშინ რომ საკმაოდ ხელმურუდე ტიპი ვარ, მაგრამ იმდენი ვისწავლე, რომ პირობითად აი რა ვიცი რა, როგორ ტიპს ეცი საკისრიან დანას დავშლი, გავასუფთავებ აი ამ ჭუჭყებს მოვაცილებ, შიგნიდან ყველაფერს დავაწყობ რა. მარტივი არის რა უნდა მოხდეს მაქსიმუმ ვერა ძალიან კმაყოფილი ვარ მაგით რა. კი ბატონო და ივარჯეთ მარტივ დანაზე. დანარჩენი ძირითადად მეგობრებო რაც გვჭირდება არის T8 და T6. ძირითადად ალბათ ტორქსის სისტემის კანჩები თუ რა ქვია მაგას ქართულად. მოდი აგე ტოპტული გვაქვს ამ შემთხვევაში და სხვადასხვაებიც გვაქვს. ესეც არის და მოდი ჩანთაში მიდევს მიხეილ. არ მოიწყინო რამე რაღაცა ამას ქვია რაღაცა. აქვია მას. ეშოტა კი აი ამ ტაკ-ტაკს. აი მე ტრეშოტკას რა ქვია ქართულად. ესე უცებ ვერ გადავთარგმნი. სამკბილა. ქანჩი დავარქვათ რა ისევ რა მარტივად. მიშა, შენ ნანახი გაქვს და მოდი გაუზიაროთ. აი ესეთი პატარა ნაკრები მაქვს, რომლითაც ყველაფერზე ვიწევ ხოლმე რომ აბა გამიშვით რაღაცა დასაშლელი იყოს. აქაც არის პატარა ეს ქანჩი, ტრეშოტკა. ეს იმისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ როდესაც რაღაცეები არის ძალიან ჩაწებებული, ჩვეულებრივით მოშრულობას ეშობია რა. ხო, პრაქტიკული არის, ალბათ ძალასაც მეტად ატანდა, კარგი არის. თავისი დამაგრძელებლით, თავისი აი ესეთი სხვადასხვა თავაკებით, ტორქსებიც არის, 6 კუთხა სახრახნისებიც, შლიცევი არის მიშა? კი. არის, კაი. ხო, მოკლედ ესენი. კაი. ტორქსების გარდა კიდევ არის სპეციფიურები, რომელსაც ნუ მაიკროტეკი აკეთებდა ხოლმე სპეციფიურ თავაკებით. მაგალითად მაიკროტექს სხვადასხვა სახეობის ვინტის თავები ქონდა ხოლმე და ესეთი თავაკები იყირდებოდა ცალკე. ამათი შოვნა სიმართლე გითხრათ ჭირს. ორიგინალებს საერთოდ რა ვიხა, ვისაც გაქვს საშუალება და თქვა ჩაგივარდებათ ხელში, ცოტა ამათი შოვნაც გაჭირდა. რა თქმა უნდა ეხლა, მაგრამ ვისაც არა, ჩინურებიც არის რამდენიმე $-ად და მე ვფიქრობ, რომ ვისაც გაქვთ მაიკროტეკი, ხშირი არის ხოლმე საჭუჭყის თემა, უმარტივესი თემა არის და შეგიძლიათ გამოწეროთ ის ერთი ცალი თქვენი მოდელისთვის, ეს ერთი ცალი თავი და თავისუფლად დაშლით და აწყობთ ხოლმე რა. ამის გარდა გიო პატარა რეკომენდაცია სხვა კიდე რა არის თქვა აი მცირე ნაკრებში რა დაუშვათ ცოტა ზეთი ცოტა ლოქტაიტი რაღაცა მსგავსი რეკომენდაციას რომ მივცეთ ამოღებული მაქვს მიხეილ. კაი. ლოქტაიტი მეგობრებო, ლოქტაიტს მე ვხმარობ ლურჯს რა რომერი არის ეს 253 არის ლოქტაიტი. ვიბრატაიტი ქონდა ხოლმე კიდევ ჩვენ ალბათ ჩამოვიტანთ, ხო, ჩამოვიტანთ კიდევ აუცილებლად. ესენი არის როგორ ვთქვა, როგორც აი პლასტელინი ეგრე ხდება რა და ვთქვათ ვიბრაციაზე და მუშაობაზე ხერს უშლის რომ ვინტი მოეშვას. დანარჩენი ზედმეტით შემხედრია ხოლმე რომ ვთქვათ ზედმეტი არის და უკვე ჩაქვავებული არის და შეიძლება მექანიზმსაც შეუშალოს ხელი. შეიძლება ნაკლები მოუვიდეს და ვთქვათ მაინც ეშვებოდეს. ყოველ შემთხვევაში მაგი პრაქტიკაში უნდა გამოიცადოს ხოლმე დააკვირდებით, იშვებს და ამატებთ ისევ. რეზბის ფიქსატორს ეძახიან, ხო ისე? ხო, ხარახნის ფიქსირებელი სითხე დავარქვათ. კი ბატონო. და სითხეებიც ხო, საპოხი სითხეებიც რა თქმა უნდა, ეს KPL-ის არის, გამითავდა და Benchmade-ის სავასხი. Benchmade-ის არ მომეწონა თვითონ ეს ბოთლი, იმიტომ რომ ეს თავი ქონდა პლასმასის და სქელი და უხეში, KPL-ს ეს ძალიან კარგი აქვს წვრილი და ძალიან ზომიერად აწვეთებ. ხო, მაგაში მეც რო გადავაჭერე, შენ რომ მაჩუქე, ცოტა დავაქცია. ხო, ნუ ეს კარგია. ხო, ეს კარგი არის რა, იმაში ცოტა არაზომიერად მოდის. არა და ხა ისინი გამონახე სპრეები რო გამოვიდა, რაც ბოთლები, ზეთის, იმენა ზეთის სპრეი როა. დანებისთვის რომ ფშფში რო იმაზე მთლიანად კარგად მიეშხუროს რა. აბა საინტერესოა. მე ზედმეტი არ მოსდის, აქეთ-იქით არას ხავს, გამოცდი და კაცი მაგას. ხო, აი მე თუ ვინა ვიდეოს ჩაგიგდებ და აბა შენ შეიძლება მატრაბაზობაც იყოს. აი Spider-Co-ს არ დავშლით დღეს, თუმცა Spider-Co საინტერესო იქნება, იმიტომ რომ Spider-Co-ების შემთხვევაში და მსგავსი დანების შემთხვევაში საინტერესო არის ხოლმე მეხერი, რომ წვეტი აქვს ხოლმე, თქვათ, ცენტრი აქვს ხოლმე არეული და მაგის გასწორება შეიძლება თქვათ მოითხოვდეს და რაღაც რამდენიმე ხრიკი არის მაგათი გასწორების და მაგასაც გაგიზიარებთ. კეთილი.
ისიც საინტერესოა. ხო, დავიწყოთ, მაგრამ მეგენი მერე იქნება. არა, თვითონ ეს ლაინერს და იმას შორის ჭუჭკი როგორ გროვდება, თვალსაჩინოებისთვის გამოჩნდება. ოროზიაც ვიცის ხოლმე ლაინერებში და ასე შემდეგ. დავიწყოთ, აბა. კაი, მოდი დავიწყოთ Microtech-ის სერვისზე საუბარი. პირველი, ჩავთვალოთ, რომ თვითონ ჭუჭყიანი არის. ჩავთვალოთ. პირველი, აქედან ვასაუბროთ ხოლმე შესაცხურებელს, ანუ სქელიზეთები არ ჭირდება, რა სქელიზეთები პირიქით ითრევს ამ ნაგავს და უფრო ისეთი ხდება მე სქელი და უფრო იჭედება და თხელზეთებზე არის შესაცხურებელზე საუბარი თვითონ Microtech-ის ვიდეო შემოხვედრია, არ ვიცი თუ შეხვდება, შეგვიძლია ჩავდოთ, ისა დავადოთ. თვითონ Microtech-ი რემოვილს ასხავს ხოლმე შესაცხურებელს. ანუ უთხელესი ზეთი არის, შეიძლება კიდევაც ადვილად და ჭუჭყიც გამოაქვს და ანტიკოროზი რაღაც კომბინირებული თვისებები აქვს რა და ეგ გამოიყენება. ცოტა საფუხის საშუალებაც აქვს. საჭმლის? საშინელება უქენ. გაიზუნტლა? რემოვილი თუ არა გაქვთ, მე სიმართლე გითხრათ, არა მაქვს და Sonax-ის მაქვს რაღაც მაგის შემცველი იგივე თვისებებით არის, შეიძლება რაღაც სუნი ქონდეს ზედმეტი ან რაღაცა, VD40-აც სუნი აქვს, თუმცა ნუ რემოვილს ეს მე ხო რემოვილი მაქვს, ეს კაიფშევშია რა გინდა ეგეც. ხო, ნუ ჩვენ აღარ გვაქვს და მაგიტო არ ვიძახი, შეიძლება იარაღის მაღაზიებში იყოს, ყოველ შემთხვევაში ჩვენთან შევიძინე. ყოველ შემთხვევაში იდეა ეგ არის რა, უთხელესი ზეთი, რომელსაც ჭუჭყის წმენდის ისიც აქვს, ცოტა ლუბრიკაციისაც, ცოტა ისიც და პლუს რომ მტვერი არ დაიგროვოს და რავი საბაჟოზე გაგვიჩერეს და მე არა, მაშინ რომ ჩამოვიტანე და რაღაცა ნავთო პროდუქტების გადამამუშავებელ ფედერაციაში გავწევრიანდი მაგის გამო რავი 2 ლიტრი ზეთი ჩამოვიტანეთ თუ რაღაცა და ყოველთვე რაღაცა დეკლარაციას მაგზავნინებენ ახლა და რაღაც გადასახადიც მეკუთვნის მგონი და არ მინდა არ ვიცოდი აგი მე KPL-ის მაგიტო არ ჩავამაქვს, იმიტომ რომ გაჩერებული იყო რა და არუჩე საფუხ საშუალებებში რაც გადის მაგას შეშევდება ხო რაღაც რავი იდეაში რეგულაცია ეგ არის არ ვიცი ალბათ მანდაც შეიძლება რომ თქვა 10 ლიტრი თუ ჩამოგაქვს არ მოხდე რა მაგ რეგულაციებში რა მაგრამ ეხლა KPL-ზეც მაგიტო ვიკავებ შეიძლება დიდი შეკვეთა ჩამოგივიდეს KPL-ის იდოში იქ და მაგ რაღაცა 200 გრამი ზეთის გამო ეგრე გამიჩერონ კი თუ ერკვევი ვისაც გაქვთ ნავთო პროდუქტებთან კომპანიები გაქვთ კი თქვენთვის მარტივია და ხა ჩემთვის ძალიან გავწვალდი მოკლედ რა ხო და კაი არ გვინ მოკლედ რემოვილი ჯერ არ აგვაქვს კი ბატონო მე აი აქ ამავდროულად თან ვერთობე იმით რა ფურცლის ჭრით არ შეიმჩნიოთ თუ გადავწყვიტეთ რომ თქვა აქედან არ შველის ან გვინდა რომ უფრო ხარისხიანი სერვისი ჩაუტარავთ და ასე შემდეგ მაგის მეორე ეტაპი არის რომ აი ამისი მოსახსნელი სახრახლისი მაინც გვჭირდება. ამ შემთხვევაში მოდი დავიწყოთ. ხო, მოდი დავიწყოთ. იმიტომ ნუ ეს დიდი მინუსი არის რა, ვითომ ექსკლუზიურობა გვაქვს, შიროგუროვსაც ეგრე აქვს, კიდე რამდენიმეს აქვს. Microtech-ს ქონდა ბოლო პერიოდია ცოტა სხვა ვინტებზე გადაიყვანა. კი, პლუსი არის, ქსიამოვნებს რაღაც განსაკუთრებული არის, თუმცა სერვისი რო გჭირდება, მე უკვე სერიოზული პრობლემაა. მე რა ხვდები რომ ხო. ხო, პრაქტიკულობა გეჩვენია თუ ის რაღაცა ვინტების ექსკლუზიურობა ყველამ თვითონ გადაწყვიტოს. კაი, ამ შემთხვევაში მეორე ვარიანტი ცოტა ისეთი სერვისის ჩატარების არის ის, რომ აი ეს უკანა მხარეს საკოში ვავა. ო. უკანა მხარეს კლიპს არითიც არის დამაგრებული, აი ესე მოხსნათ. ხო და აი ამ შემთხვევაში და აჰა, მოხსნილი არის. მოხსნათ და აქ უკვე გამოგვდის აჰა. აი ესეთი პატარა ნასვრეთი, რომელთანაც ეს ქარხნული ზეთი არის. კარლა? რა მე არ მომიხსნია არც ერთხელ და. მაგრამ ეს არ შემოხდრია ხოლმე. ხო, მოკლედ, აი ეს პირდაპირ არის ის, რომ აქედან შეგიძლიათ აქედანაც ჩაასხათ ზეთი და როცა ჩაასხავთ და ამუშავებთ, ხო, აქედან უკვე წნევით შეუბეროთ ჰაერი კომპრესორით. მე სიმართლე გითხრათ, ის ბალონებიც არის ხოლმე და ჰაერი რო არის ჩატუმბული. მე ვიყენებ ჩინური ფენები არის რა, რაღაც მახსოვს 30 თუ 40 დოლარი გადავიხადეთ და ძალიან ძლიერები არის და ყოველ შემთხვევაში ხო, ელექტრო რო არის რა და სხვა ძალიან ბევრი რაღაცაშიც ვიყენებ იმას, გინა მანქანაზე რაღაცა ფოთლები არის ხოლმე, რაღაცა არის, მოკლედ ძალიან ბევრი რამეში ვიყენებ. ან დასამტვერი არის კომპიუტერის რაღაცა დეტალი, ძალიან კარგად მუშაობს. ამ შემთხვევაშიც მადგება ხოლმე, ყოველ შემთხვევაში, ნუ მე არ შეიმჩნევია რომ არ ყოფნიდეს. და აი აქედან რომ შეუბერავთ ხოლმე უკვე წნევით უკეთესად გამოდის ის ჰაერი და ჭუჭყი. აქედან და შეიმჩნევთ ხოლმე რომ აი დანის პირზე სულ გამოვიტანს ხოლმე ჩაშავებულ ზეს და არ მინახია ეს რეალობაში ეს უკნიდან შესხება და აქედან გამოყრის ხოლმე. ნუ მინუსი ის არის რომ როცა ესე გარედან უტარებთ ამ სერვისს ესე ვთქვათ, შედარებით ზედმეტი მოდის ზეთი და აი აქედანაც ამოდის მე აქედან გამოდის და პერიოდულად და რაღაცა დრო ჭირდება რომ ვთქვათ რომ გამოშრეს და
ისე სუფთა იყოს, თორე თუ დაშლით, მაგ შემთხვევაში ალბათ შეიძლება ერთი წვეთით საკმარისი იყოს, იქ რაღაცა დაასრულებთ, შეიძლება საკმარისი იქნება. კაი. ეს მეორე მეთოდი. ეს მეორე მეთოდი და მესამე ახლა რა თქმა უნდა დაშლა. თავარი. მქონია შემთხვევები, რომ მაიკროტეკით დაგერით ტორტი დაუჭრიათ და შიგნით თქვათ იყო ეს ის პერიოდი არის, რომ მაშინ უფასოდ მეგობრულად ეხმარებოდი ხოლმე ხალხს. თამამად ტორტებს ჭრიდა ხალხი. ხო, ახლა ამ შემთხვევაში ყველას უარს ეუბნება, მაგრამ იმ პერიოდში გამიხსნია და ტორტი და თვითონაც უთქვამს, რომ ტორტი დაჭრიო. გამიხსნია და ყოფილა შემთხვევა, რომ შიგნით 5,000 ლარიანი იყო, მარფიონე იყო თუ მარფიონე ესე დამასკური იყო, ბეიკერფორჯის დამასკურით იყო და ყუთები იყო დაჭრილი და შიგნით იყო დიდი სკოჩი იყო ჩატენილი. ანუ რაღაც ხო იწებება ის რა და რო დაკეცავ ხო შიგნით შეითრია და გაჭედილი იყო. ყოველ შემთხვევაში არის შემთხვევები, რომ უკვე დაშლა ჭირდება და შიგნით ჭირდება რომ სერვისი ჩაუტაროთ. კაი, გავაგრძელეთ. კარგი იქნება, ახლა მე ამ შემთხვევაში აღარ დავაკრავ პირზე სკოჩს. პირზე დააკარეთ ხოლმე აუცილებლად სკოჩი რომ პირია დაგიზიანეთ. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება თუ, მაგრამ ავტომატურზე პირზე რანაირად დავაკრავთ. შიგნით ვერ ავაწყობთ მე. ყოველ შემთხვევაში თუ იძლევა საშუალებას სკოჩი დააკარეთ ხოლმე. რომ თქვათ პირი არ დაგიზიანეთ და თქვენ ცხელი რო არ გაიჭრათ. აქაც ამ შემთხვევაში ხედავთ რომ სხვა სახის ვინტები გვაქვს და ნახოთ მაგათი სახრახნისი თავაკი. ეს გამოდგება მე მგონი. так. ბევრნაირია ისე ეგენი? რა? აქ თავაკისენი, მაიკროტეკის. არა, ეს არის ამისი. იცი რა არის? სრული კომპლექტი მაქვს ნაყიდი. ახლა ერთი მაკლია. და იქ სრული კომპლექტი არის, ყველაფერი რაც გამოუშვია, ხო? კი, ეს სრული კომპლექტი იყო რა. ზოგი ცოტა ნაკლულიც ამოდიოდა ხოლმე. ნახე, ფასიც აწერია. მეც კაი ძვირი მაქვს გადახდილი. შეგენაცო. ხო, არ ვიცი თუ გამოჩნდება $251 იყო. 279 იღისო რეგულარიო და ეს ჩამოფასებული იყო. არაადეკვატური ფასი არის, მაგრამ მაიკროტეკია. სიმართლე გითხრათ ძალიან დიდი იმედი მქონდა რომ ტიტანი იყო. არ არის ტიტანი. დამასტარი ეგ უნდა მეთქო რომ ტიტანი არის. ანოდირება მინდოდა რაღაცა გამეფერადებინა. კი ბატონო. კაი, მიშა 1 2 3 4 5 6 7 8 ცალი თავაკი არის ამ კომპლექტში. ჩვენ ამ შემთხვევაში გამოვიყენოთ ეს. კაი. ვინტების დაშლის თემასაც თავისი სჭირდება რა, ცოტა ხელის მიჩვევა რომ დანა არ გავაფუჭოთ, შეიძლება ეხლაც გავაფუჭო მე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გამოცდილებას გაგიზიარებთ. არ მოუწყვიდოთ. ერთ-ერთი მიზეზი მაგიტომაც ვერიდებოდი ხოლმე თავის დროზე, ეხლა სხვა არის, მაგრამ თავის დროზე ვერიდებოდი ხოლმე რომ ქარხნულებზე შემოხდია ხოლმე მაიკროტეკზე სხვათა შორის, რომ ვინტი თავიდანვე ქარხნულზე მოკიდებ ხელსა და მოწყვეტილი არის რა და მე ეხლა სადაუხსნე ადამიანს რომ შენ მოგიწყდა თუ არ მოგიწყდა რა და ჩვენ შემთხვევაშიც ძალიან დიდი ძალა არ დაატანოთ ხოლმე თუ თქვათ ძალიან არის ჩაჭერილი მაგ შემთხვევაში გათბობა გაცხელება შველის ხა ტექნიკური ფენი როგორ უთხრა ტექნიკური გაზეთ შეგვიძლია რომ თქვათ უკიდურეს შემთხვევაში შორიდან რომ გავაცხელოთ ეგ ძალიან შველის ადრე ხელობაზე მუშაობდი ბალგარკასაც ჩაჭედილი რო იყო ხოლმე რომ ფართოვდება ჩაჭედილს ეგრევე მოხსნიდი ხოლმე და ამ შემთხვევაში ის წებოები რომ აქვს თუ წებოს გამო არის ჩაჭედილი წებოსაც ადნობს სითბო და რბილდება თუ უბრალოდ მაგრად იყო გადაჭრილი და გაიჭედა ხო ის რო ცხელდება ფართოვდება რა და მე შედარებით ადვილად ეშვება და ნაკლები ძალათანება ჭირდება კაი, დავიწყეთ. დავიწყეთ ველოდებიო. დაშლის დროს კარგია ხოლმე რომ დავაჭიროთ ხელი. ღია უნდა იყოს დანა. რა. ამ შემთხვევაში არ აქვს დავკეთოთ, არა, ამ შემთხვევაში არ აქვს. აუცილებლად დავაჭიროთ ხოლმე ხელი, იმიტომ რომ ძალიან სუსტები არის ეს ვინტის კუთხეები ხოლმე რა ამ შემთხვევაში არ მაქვს ტორქსებიც ახლა ესეც შეიძლება ეგრე იყოს და რო თავი ავარიდოთ გადახტომისაგან, იმიტომ რომ ერთხელ მაინც თუ გადაგვიხდება ეს კბილი რა, მე უკვე ცვდება რა და მე უკვე თქვათ ადვილადაც აღარ ეშვება, მით უმეტეს თუ ჩაჭედილი არის და თუ გადაგვეხდა, მე უკვე უფრო და უფრო რთულდება. შესაბამისად თავიდან ჯობია ხოლმე რომ ძალიან მაგრად დავაჭიროთ და აჰა, დაიძრა. ერთი დაიძრა. მეორეც დაიძრა. ანუ შენ ერთმანეთის საპირისპიროდ აკეთებ დაშლას, როგორც ვთქვი. არა, ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს ჩვენ შემთხვევაში. აჰა, ეს წამოვიდა. ეს წამოვიდა. არა, ის ხო საბურავი ხო არის რომ ჯვარედინზე დაუჭიროთ რა. როგორც მომიხერხდება ხოლმე რა. თუ დიდი მოდელი არის და ის არის ხოლმე, მე ვანაწილებ ხოლმე რომ თქვა რომ корпуსი შეიკრას. ხო, ეგ ვიფიქრე მოკლედ. აწყობის დროს ხო.
ხო, აი დავიწყეთ ხნამიტების ეს ერთი. კაი. როგორ შეჭუმა მიშა? ხო, ესეთი მომენტია რა, ოპერაცია რა ხა ჩვენთვის. კაი, ესეც მოძრა. კაი კადრია? ჰა? გადარჩება რა? პაციენტი. აა. ისეთი ქირურგის ხელშია, გიგე რა. არის შანსი. კაი. ნუ ყველა შემთხვევაში მით უმეტეს როცა ავტომატურ შლით აუცილებლად მოუფრთხილეთ ხოლმე რომ რაღაცა დეტალები არ დაუკარგოთ და არ გაგვეხსნას. ამას ამ შემთხვევაში აი აქვს ზამბარა. ისეთი მაგიდა კარგი იქნება რომ თქვა თუ რამე არის რომ აქვე დარჩეს მაგიდაზე, ანუ თუ რამე არის რომ ძირსაც არ ვიცი რომ შევძლოთ პოვნად. ყოფილა შემთხვევები რომ მე გადამوارდნია კი და ვეღარ მიპოვნია ხოლმე. კაი. გავხსნათ. აი, ეგრევე გამოხდა. აი ეს არის ერთი აი ღილაკის ზამბარა და ესეც ამოხდა მიხეილ. ოჰ, კარგა გატენილი არის ეჩი სიმართლე გითხრა. მე არ დამიჯერე. ეს არის პასტარი ანტივიბრაციის, ხო? არა. ხო, ანტივიბრაციის და სიმართლე გითხრა, სულ აპირებდი ამის ყიდვას. ჩასაძიებელი ვარ ამაზე. მე მგონი ის არის რა თერმოპასტებს რო იყენებენ. თერმოპასტა ხო რა დარტყმა კომპიუტერებში და იმებში რო იყენებენ, ხო? კაი. დანარჩენი. რა კი რომ მეგონა, იცი? რა გეგონა? ერთ-ერთ დანაზე ადრევე გამოვიწერე და გამოსული იყო იქ თერმოპასტა და ავტეხი მთელი ამოვიდე და მეთქი სამებავია. დამცინეს. კაი, აი ეს არის თავარი დეტალი, რაც ჩვენს დანას ამუშავებს. და აი ეს არის რაც წინ უნდა უკან დადის და დანას ისვრის. ცოტა პრინციპიც ხო არ ახსნათ დანის გახსნას. კი, ახსნათ. კაი, მოკლედ. აი მეგობრებო, დააკვირდით აი ამ ორ ფრთას. ნახეთ აი ესე ფრთები ვით რო არის. ამ დანას წინ რო წევთ, ზამბარა ხო არის და ზამბარაზე არის გამოდებული აი ეს კბილი, ეს დანის პირზე. ჩვენ რო ამას წინ წევთ, ზამბარა იჭიმება, დანის პირზე იტენება, ასე ვთქვათ, აი გამოდებული რო არის და საკმარისად წინ რო მივწევთ, აი ეს კბილი, ეხლა გამოვაჩენ. აი ეს კბილი, არ ჩასულ. კაი, მოკლედ ესე გამოვაჩინოთ. ეს რო წინ მიიწევა, ეს კბილი იჭერს დანის პირს. ეს რო ბოლომდე აი ესე მივა ამ დროს, უკვე დანის პირი თავისუფლდება და ისვრის წინ ამას დანის პირს. აი, ეხლა წავიდა. აი ბატონო, მაიცადე გავხსნათ. აი ვაწვეთ. აჰა, გაიხსნათ. ეხლა დაინახეთ აი ამან ჩაკეტა. ხო, ზედა იმან რა ქვია. აი, მოიცადე გამოვაჩინე. აი ეს ხო ესი არის და ეხლა გავხშალოთ და აი ჩაიკეტა. იგივე პრინციპი აქვს ჩვენ როცა უკან ვეკაჩებით. უკან როცა ვეკაჩებით, მოიცადე? აჰა. უკან როცა ვეკაჩებით, რომელი დეტალია? ამაზე კაჩავს ალბათ, ხო? ალბათ ამაზეა გამოდებული. ახლა ჩაკეტილი არის, უკან როცა ვეკაჩებით, ახლა უკვე აი ეს ფრთა უკვე ისევ ადის ზემოთ. იჭიმება ზამბარა და ბოლომდე რომ მოვა, უკვე დანის პირი თავისუფლდება და ვარდება უკან და ჩამოდის უკან. იქ ის დაიჯერს. კი, მაინცა და ეგეც გამოვაჩინოთ. რომ აი როგორ დაიჭერს. ახლა ეს ფრთა ხო ჩაკეტილი არის, ჩამოვა უკან და აი ჩაიკეტა კბილი და უკვე ჩაიკეტა ისევ. ეს არის მთელი მექანიზმი. გაფუჭებით რაც უფუჭდება მაიკროტექს ყველაზე ხშირი არის ზამბარას აი ეს პატარა ყუნწი ტყდება ხოლმე ყველაზე მარტივი საშუალება მაგისი არის რომ პატარა ტყელტუჩათი სპეციალური ეს წვრილი თავები რო აქვს აი ლეზერი მასაც აქვს ხოლმე მსგავსები რომ იგივენაირად ეს ზამბარა წამოუწიოთ და იგივენაირი ყუნწი გავუკეთოთ ეს არის ყველაზე მარტივი საშუალება რა თქმა უნდა შეიძლება ისეთი ვერ იყოს როგორც ვთქვათ კარხუნად არის, თუმცა ერთ იმას იტანს რა, ერთ გაკეთებას იტანს. კი, ეხლა ისიც იცვლება, რა თქმა უნდა, ერთი რგოლი აკლდება, ზამბარა უფრო ძლიერი ხდება, მაგასაც აქვს ალბათ მუშაობა, თუმცა ნუ პრაქტიკაში მუშაობს. მეორე ცუდი ვარიანტი არის ის, რომ აი ეს პირებით ტყდება ხოლმე ხანდახან იშვიათად. აი რო გატყდაო რომ მითხრეს მაიკროტექზე UTX 70 რომ ქონდა სამხარაულში იქ ეგ იყო გატეხილი ახლა ზამბარა ყოფილიყო გავაკეთებდი მაგრამ ნუ ამას ეს იყო გატეხილი კეთილი კიდევ პრობლემა შემხოდრია ხოლმე მიხეილ მაიკროტექზე ის რომ აი ესენი არ კეტავს ხოლმე ხანდახან მე არ ვიცი რისი ბრალი ყოფილა ხოლმე ეს ამათ შიგნით კიდევ პატარა ზამბარები აქვს აი მეებს რაც ეს აწვება აი ამას და კეტავს და
მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თქვა ეგზამბარა როგორი იქნება და რამდენად სწორად მუშაობს, რომ ეს პირი დააფიქსიროს ხოლმე. ძალიან ხშირად შემხოდრია ხოლმე, ძალიან ხშირად არა, მაგრამ შემხოდრია, რომ აი ეს ვერ კეტავს ხოლმე. და არ ვიცი მე გამოსავალი რო არ არის ადამიანისთვისაც მithქვამს, რომ რავი რაღაცა ცუდი და თუ გამოვა. ეს ზამბარა შუაში არ აწובה, კიდეზე აწובה ახლა. შუაში არ არის. ყოფილა შემთხვევები არ ვიცი, შეიძლება ქარხანაში შეშილიათ, არ ვიცი რა, რომ თქვათ პირიქით არის დაყენებული. კი ბატონო. გადმომეტრიალებია ხოლმე და მე ამუშავებულა, ხო, ყოფილა რა, ეგეთი შემთხვევებიც. ყოველ შემთხვევაში ისეთი საგანგაშო არაფერი. ამ შემთხვევაში რთული არის ხოლმე ერთადერთი ამისი ამოღება, იმიტომ რომ ეს ზამბარა ცუდად არის ჩატენილი. და სულ კარგავდი ხოლმე ამას. ანუ ამის დაშლა თუ მოგიწევთ, ყურადღება მიაქციეთ ამის ზამბარას, რომ მაქსიმალურად სიფრთხილით ისე რომ არ დაგეკარგოთ. ჩასმათ ცოტა ისეთი საჩალი ჩოა თლიან დაშლასთან შედარებით და ამოღებაც. განსაკუთრებული არაფერი, უბრალოდ ყველაზე ისე იგი არის ხოლმე. კაი, მოდი ესეც ამოვიღოთ, მიშა თქვა გადავწყვეტ რომ ჭუჭყიანი არის. ესეც ამოვიღოთ. ესე არის დანისპირი დაფიქსირებული. ეს არის ფოლა ისეთი არის რა, ყარი ფოლადი არის ესეც რომ აიტანოს წინ და უკან დარტყმები. და უკვე დანისპირი სულად თავისუფალი არის, შეგვიძლია რომ ბოლომდე ამოვაძვრინოთ. აი მიშა აი პატარა ჭუჭყი გვაქვს აქაც დაგროვებული ზედმეტისეთ. კარგა გაჭუჭყი. კარგა ყოფილა ამ ფორმაში. კი, ვატარებდი მე ამდანას. დრო იყო ერთი, კაი დრო. იმას რომ კაი დროდ მოიხსენ. წარმოიდგინე რა, ესე იგი. 37 მანეთად. ი ბატონო. ისა მოდი ბარ ცოტა ხوار გავწმინდო ხელსახოცები. სახელოსნოში ყურის ჭხირები მაქვს ხოლმე, ყურის ჭხირებით ძალიან კარგად მადგება ხოლმე რა, რომ ყურის ჭხირებით კარგად გაიწმინდება ხოლმე, თუ რამე ესეთი წვრილი დეტალი არის ხოლმე, რასაც ვერ უდგები. და მაგრად, აი ადრე ძველი თაობის შენ არ ახარ მწეველი, მაგრამ პირველი თაობის აიკოსებს მოყვებოდა ხოლმე ყურის ჭხირებით თავისი თხევადი ჭხირები იყო რა. ხო და მე აღმოვაჩინე რომ სათვალეების იმაშიც არის რა, მსგავსი ჭირები არის და ყურის ჭირია რა, просто რაღაცა ისეთი სითხით არის დამუშავებული, მაგრად წმინდავს, აი ძალიან. ხო, ყურის ჭირები საჭირო არის მოკლედ. ეგენი და კბილის ჭხირები მაქვს ხოლმე კიდევ მიშა რა, რომ თუ რამე ისეთი ადგილია კიდევ კბილის ჭხირი ძალიან წვრილი არის, თუ რამე არის იმაზე გადავახო ხოლმე ბამბას და იმითიც ამოყვები ხოლმე, თუ არა და თვითონ კბილის ჭხირი ძალიან კარგად ჭუჭყს რა. კაი მიშა, მოკლედ ჯიმპინგებიც განვიხილეთ. დიახ, განვიხილეთ. ცოტათი ბარემ დაშლილი არის დანა და გავწმინდოთ მიშა. გავწმინდოთ კი ბატონო. მაინც თაროზე მოუწევს ცოტა ხანი ყოფნა, მე დარწმუნებული ვარ რომ ცოტა ხანი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი არის, იმიტომ რომ იმდანებს რომელსაც განსაკუთრებით ჩაიბა აქსევიდან ეგ ადგილი კარგად თუ არ არის გაწმენდილი, მე ხახუნშიც ხელს უშლის და მექანიკას კარგავს. დიდად არ გადავყვები ახლა უბრალოდ ეს მას ცოტათი ისე ნახე როგორ რამდენი ჭუჭყი ყოფილა მართლა. კაი, ეგ არის ძირითადი ნაგავი ამოვიღეთ. აქედანაც ამოვიღოთ. იცი რა იცის ხოლმე მიშა კიდევ აი მასში იცის ხოლმე ჭუჭყის დაგროვება და უკვე აქ რაღაცა და ისა უკვე ადგილს ხო იკავებს ის ჭუჭყი. კი ბატონო. და ის ადგილის დაკავებაც ხერს უშლის ხოლმე ხანდახან დაკეტვას ხოლმე და თქვა გახსნას, თქვა აი აქაც გახსნის ადგილზე თუ ეჯახება ის დანისპირი და ჭუჭყია დაგროვებული. ეგეც უკვე ხერს უშლის ხოლმე რომ პირზე გრამი ჟანგი არ არის და ეგ ქვევით ჟანგი ჭუჭყის გაჩენილი. კი როგორ არა მიხეილ. კაი, ესენი ზედმეტები არის. თან რაღაც მე მიმოჩნია რომ აი მე რო ამას ვაკეთებ რა, წეღან აღნიშნე რომ მე ზამბარიანებს ვერ ვედავ, მაგრამ ჩვეულებრივ სოშლი რაღაც ისეთი შთაბეჭდილება მაქვს რომ აი ხო იცი დაუბანე მოვაწესრიგე, გავპრანჭე დანა რა. ნუ ავადმყოფი ხალხის საქმე არის ეს მიშა და ავადმყოფი ხალხის ჰობი არის ჩემი. მე მაწუხებს ხოლმე რომ შიგნით რომ ვიცი რომ რაღაცა გავჭერი და წვენი ჩავი და ხილის ან რაღაცის. მე რითი დავემშვიდე ისე თავი ერთი აღმოჩნდა რომ ჩემ საერთო სანაცნობოში ყოფილა ჩვენი მეგობარი გატაცებული საათების მექანიკი რა და რო ვნახე ძმაო რომ უარესები არიან მე ნახევარი 1 საათს იმაშვება რა შლის და აწყობს ზუსტად თქვენ ნახევარი რა ან დავწყნარდი თვითონ კი ამშვიდი დავწყნარდი ესე იგი მანქანა გაყიდა რომ კურსები იყიდა გერმანიაში გლაშუტია ქალაქი და კურსებზე წავიდა რომ აი იქ ისწავლოს რაღაცა ეგენც კაი გაჭირებულები ყოფილა აბა წარმოიდგინე ან ცოტა დავწყნარდი რა ვქნათ მარტოები არა ვარ მარტოები არ ვარ ჩვენც უძღეშიც არიან ესეც უძღეშიც არიან ხალხი დავიწყოთ მიშა აწყობა დავიწყოთ აბა აი მნიშვნელოვანი მომენტი
პირველი ნაბიჯი, ხო, როგორც თქვი ახლა, ამაზე შეგვიძლია რა, რომ სკოჩი იყოს და გახსნილი პირით ქონდეს და კი ბატონო, აი წყობოდა. მოკლედ სკოჩი შემოახვიოთ ხოლმე დანისპირებს. ჩვენ შემთხვევაში ახლა სკოჩი არა გვაქვს, დანისპირისგან ვერ დავიცავთ და შიგნით ჩავსვათ ბოლომდე. პირველი დავიწყეთ მიშა დანისპირით. ჩავსვით დანისპირი და ისევ აი ეს ჩამკეთს მოვათავისუფლებ ახლა და დანისპირი შიგნით შევიდეს. მეორე დავუყენოთ აი ეს კასავი დეტალი, რაც უკვე ეს არის ის დეტალი, რომელიც აქ ეჯახება ალუმინს და წინ ეჯახება კიდევ, რომ დანისპირი გააჩეროს და დაპაუზებითაც შეგეძლიათ უყუროთ, რომ კი, მაგასაც ალბათ კიდევ გვექნება შემთხვევები, აუ, ორი ჰალო გავაკეთე, ჰალოზე კარგი იქნებოდა ვიდეო, ჰალოზე კარგი იქნებოდა. არა უშავს. თუმცა, ის გვერდზეც არ დავტე, ხო, რომ არა კოლეგიალური იქნება ხო რაღაცა, ხო, ქარხანას გადაუგზავნეთ, რაღაცა შეიძლება რაღაც სერიული იყოს რა და ველოდებით ქარხნიდან პასუხს. კაი, მოკლედ ეს ჩასმული არის და გადავედით შემდეგ დეტალზე. ჩავსვათ აი ეს თავარი დეტალი უკვე, რაც არის აი ეს წინ და უკან რაც მოძრაობს და ათავისუფლებს და კეტავს თვითონ დანისპირს და ავაწყოთ აი მომძრალა ეს ზამბარის დეტალიც გავუკეთოთ ისო. იგივე მიმართულებით რო იყოს ორივე და ჩემი აზრით ეს არის უკანა მხარე. აქ ერთადერთი არის ხოლმე მაიკროტეკის დანაში ამისაწყვა აი ზამბარის ჩასმა რა, რომ თქვათ არა მოხდეს ხოლმე ხანდახან ის ხოლმე ჩასვა მომوارდება, თუმცა თუ არ შევაწუხებთ, წესით თავის ადგილზე უნდა იდგეს. აი ბატონო, თავის ადგილზე არის გაჩერებული, პატარაზე დაჭიმული არის. ჩაუყენეთ ახლა აი ეს დეტალი, რომელიც უკვე ღილაკთან აკავშირებს და ეგ არის მიშა. რავი, უმარტივესია რო ვიძახი. და ვტენით ახლა ამას. უცი რა ესე რომ უყურებ, პრინციპში ახლა დიდი შანსია რომ მართლა ერთხელ აი ვიდეო ჩავრთო უყურო და მეც გავაკეთო. რა სპარგალკად რო გამოიყენო ახლა ეს ვიდეო. კი ბატონო. ეგივე მექანიზმი აქვს ტრუდონებსაც, ულტრატეკებსაც, ოღონ ძველებს. ეს ძველი ვერსია არის. ახლები ორ ზამბარებზე. ახალი ორ ზამბარაზე. ახალი წყარ დავშალოთ. კაი. მაგის დავშალოთ შემდეგ ვიდეოში. ბატონო. ახლა მაღაზიიდან იმას არ დავში, კოლექციაში არ მაქვს. რომ მოხდება ყოველ შემთხვევაში სახელოსნოში შეიძლება ერთი გამონაკლისი თქვა გავაკეთოთ ვიდეოსთვის და დავიტოვო და გავშალოთ, მაგით შევახედოთ. აჰა, ამოგვიხდა ზამბარამიში. იმედია, ახლა ეს ნერვებს არ მომიშლის. так. ეს ჩავტენეთ. ესადა ქვემოდან ვერ მოვუდგები. თან კადრში მინდა რომ ჩანდეს კარგად, აი ეს, აი მივაჭირეთ. მივაბჯინეთ და აქ უკვე მეტი აღარაფერი აღარ არის, თავზე დავახუროთ. ეგ არის მიხელა. всё, აწყობილი არის ჩვენი მინი ტრუდონი. მოჩახ. აი ეგ უკვე შეგვიძლია წეღარ როიძახტი, რომელს უჭერდა უსშერო უკვე დიაგონალი გააკეთო? ხო, თავში და ბოლოში რა, რომ თქვათ დანას შეკრული იყოს კორპუსი. კი ბატონო, სანამ გიორგი ვინტებს მოუჭერს, შემოკარგებო, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და აი ამ კონკრეტული ვიდეოს კომენტარებში გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება, ანუ მსგავსი კონტენტი რამდენად საინტერესოა, იმიტომ რომ ჩვენ ამ არხზე პირველად ვაკეთებთ მსგავს ასე ვთქვათ კონტენტს და მე პირადად ძალიან მომწონს და იმედს ვიტოვებ, რომ თქვენგან იქნება დადებითი გამოხმაურება და მეც მეურს ვისწავლი და გიორგი თავის ასე ვთქვათ ოსტატობას გაგვიზიარებს. ხო, შეიძლება დანაც გავლესოთ მე მიშა. შეიძლება ხო რა, ხომაში მეც ვისწავლე. მე უბრალოდ ჩემი გადმოსახედიდან ვუყურებ რა და როგორ ვუყურებდი ხოლმე იქ სხვადასხვა უცხოელ ლესავებს, რომ დანებს როგორ ლესავდნენ ხოლმე. ო არა, დან ისეთ იმედის მომცემი პროგნოზი გააკეთე, ხო შენ მე გამიხარდება მხოლოდ რა. კაი. რა თქმა უნდა, როცა ვიდეოში არ ვარ და კომფორტულად ზემოდან ვუყურებ ხოლმე, მე უკეთესად ვაწყობ ხოლმე. აჰა, მიშა შეკრული არის, ეხლა უკვე თამამად დან აღარ გაიხსნება. ესე იგი მარტივად ისევ კიდევ ერთხელ რო ვთქვათ, რა ჭუჭყის მეთოდი გვაქვს პირველი ზევიდან, მეორე უკანა მოხსნა და მესამე მთლიანი დაშლა რა. მთლიანი დაშლა, რა თქმა უნდა, ყველას ჯობს, თუმცა ხშირ შემთხვევაში საჭირო შეიძლება არ იყოს. так. და ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ თლათ პირველი მაიკროტეკის დანის ვისწავლით დაშლა აწყობას, მაგალითად, ბევრად მარტივი ლაინერ ლოკის ტიპის დანები შეგიძლიათ. ლაინერ ლოკზე მარტივი პრინციპში არც ერთი არ არის. ხო, არც ერთი არ არის.
ბეკლუკი არ არის მაგაზე მარტივი. ყველაზე მარტივი კრისრივია დაილოცოს. ყველაზე მარტივი კრისრივი დაილოცოს მართლა. დავშლით კრისრივსაც და შეგახედეთ. აი მაგას მეცვილი მართლა და არ ნუ კრისრივი ალბათ ერთ-ერთი ბევრი შეიძლება ვერ ხვდებოდეს როგორ ვაქებ ხოლმე მე რომ დავშალე მაშინ მომემატა კიდე სიყვარული მაგრამ დაშლილი რომ მუშაობს. ო დაშლილი რომ მუშაობს და როგორი მარტივი არის. კაი, მეცადე ხო, მოჭერით რავი ხელში, ახლა არ ვიცი ამის საზომებით ვინ და ვის გექნებათ. ხელში უჭერ, ოღონდ დიდი ძალით არა რა, თავარია გამაგრდეს. კი ბატონო, არ არის ის. აი ორი თითით ეს მიჭირავს ხოლმე. სიმაგრე არის უკვე. მთლიანად არ მიჭირავს და აი ამ ძალით უკვე რო ვატყობ რომ მეტი აღარ ეჭირება, всё მეტ ძალას აღარ ვატან ხოლმე რა. მიჩვენია თქო ნაკლებად იყოს მოჭერილი ვიდრე ზედმეტად და თქო იქ რაღაცა მოწყდეს ან მე მოშვებაზე პრობლემა შემექმნას. ეგ არის და სხვა მე დარჩა ახლა ამას მაიგროტეკის სტანდარტულად პირი როცა აცდება ხოლმე ან შიგნით უნდა ჩაიქნიოთ ან გარეთ გამოვქაჩოთ და ჩამჯდარი იქნება. შეხი ჯადო ტრიუკი ჩაგვეტარა გიორგიმ რა მოკლედ რა რომ მაგარია რა. კაი, ეს ბოლოს უკანა მხრიდან გაუკეთოთ მიშ. რა კარგია, ძალიან საინტერესო არის, რა ვიცი, მე პირადად რაღაცა როგორ გითხრა, რაღაც მგონია რომ მართლა ძალიან კაი გამოხმაურება უნდა გქონდეს ამ წამოწყებას გიო და მე სულ მოუთქმელად ველი, როდეს შემდეგ იმაში რომ ერთად რო რაღაცას მეც რო გავაფუჭებ. ეს რო გავაფუჭებ. კაი, კლიპსებზე ახალმე კიდე მიშა ხშირად პრობლემა რომ ჯიბეზე გაკეთებისაგან ეს გამოწეული არის ხოლმე და დარბიისა რო არის, როგორ ვთქვა, დარბილებულია რა და თუ შედარებით ხო მიჭიმვა გინდათ, მაგ შემთხვევაშიც ეს უნდა მოიხსნას და აი ეს კუთხე შედარებით უნდა შემოიღუნოს შეგნით და რო გაუკეთებთ ისე უკვე თავის ადგილზე იქნება. მოკლედ კაი, დავშალეთ, ავაწყეთ. მე მგონი, არ ვიცი, მართლა გულწრფელად მაინტერესებს კომენტარები რა, იმიტომ რომ აი ხო გეუბნები რაღაცა სურპრიზივით იყო, მოულოდნელი იყო, ჩემთვის ესეთ კონტენტი არ მქონდა ნაფიქრი. შენ არ გონდებოდი, ხო რა ვთქვი, სერვისები ხო, თეორიული მაზე მეკონა რა, სიმართლე რო გითხრათ, ძალიან გამიხარდა, ასე რომ კი ბატონო. მადლობა ჩემო კარგებო, გამოიწერეთ არხი და მომავალ ვიდეოებამდე. მომავალ ვიდეოებამდე.